გამარჯობათ, პატივცემულო ტელემაყურებლებო. გადაცემა ბაგრატოვანი კვლავ ეთერშია და ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს გადაცემებს. დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარი გახლავთ ბატონი გიორგი პაპაშვილი. გამარჯობათ ბატონო გიორგი. გამარჯობათ, მოგესალმებით ბატონო. ბატონი გიორგი გახლავთ, არის ვერსია და სერიოზული ვერსია და ამაზე მიდის სამეცნიერო კვლევა. ბაგრატიონების ბაგრატოვანთა დინასტიის საგვარეულოს ერთ-ერთი წარმომადგენელი. ფაქტიურად უკვე მიდის ამაზე ინტენსიური მუშაობა და იმედია ეს ყველაფერი ესე იქნება, იმიტომ რომ მისი თვისებები აბსოლუტურად გამოხატავს იმას, რაც ბაგრატიონებს აქვთ თავიანთ გენეტიკაში. ბატონი გიორგი გახლავთ საქართველოს სამეფო დინასტიური მამუკა ბაგრატიონის ფონდის საპატიო წევრი და ორდენის კავალერი. აგრეთვე გახლავთ ფონდის პრეზიდენტის მრჩეველი, ჩემი მრჩეველი გახლავთ ბატონი გიორგი და მე არა მარტო მრჩეველი, ახლა ეს ოფიციალური მომენტია, მაგრამ ჩემთვის უძვირფასესი და როგორც ძმა და როგორც რაინდი, არის აბსოლუტურად ამ თვისების მატარებელი. აგრეთვე ბატონი გიორგი გახლავთ სოციალურ მეცნიერებათა მაგისტრი და შინაგან საქმეთა სამინისტროს მაიორის წოდება აქვს მას. ბატონო გიორგი, გამარჯობათ და კიდევ ერთხელ მოგესალმებით. მე ძალიან მოხარული ვარ, რომ თქვენ დღეს ხართ გადაცემა ბაგრატოვანის სტუმარი და არაერთხელ იქნებით და ჩვენ ძალიან ბევრ საინტერესო თემებზე ვისაუბრებთ. ბატონი გიორგი ძალიან კარგად ერკვევა და ძალიან კარგად ესმის საქართველოს მთის სულის. მისი სუნთქვა ესმის და არა მარტო ესმის ეს მხატვრული ფორმით, არამედ ესმის ისტორიული მნიშვნელობითაც. და საკმაოდ ღრმად არის გათვითცნობიერებული ამ საკითხებში. აქედან გამომდინარე, მე სანამ გადავიდოდეთ მთავარ თემაზე და ვისაუბრებდეთ მთაზე, შავხევსურეთზე, ამ ძველ ლეგენდებზე, ამ ძველ ტრადიციებზე, რაც საქართველოში იყო, მე მინდა რომ ვისარგებლო იმ გარემოებებით, რომ საქართველოს ყავს ახალი პრეზიდენტი და მიულოცო მის აღმატებულებას ბატონ მიხეილ ყაველაშვილს პრეზიდენტობა. ძალიან მძიმე პერიოდში ჩაიბარა მან საქართველოს პრეზიდენტობა და მოვალეობის შესრულება და ვუსურვებ წარმატებას და მისი ადამიანური ბუნებიდან გამომდინარე მე ვფიქრობ, რომ ბევრ კარგ ცვლილებებს უნდა ველოდოთ. და ასევე მინდა ვისარგებლო იმ მომენტით, რომ პირველი ლედი გახლავთ პრინცესა თამარ ბაგრატიონი, ბატონი პრეზიდენტის მეუღლე, გახლავთ ბაგრატიონ დავითიშვილების ხაზის წარმომადგენელი, დინასტიური კავშირის ბაგრატოვანთა სახლის ნამდვილი წევრი და ბატონი მიხეილი გახლავთ თანამდები წევრი დინასტიური კავშირის ბაგრატოვანთა სახლის. პრინცესა თამარი გახლავთ გიორგი მერვეს შთამომავალი, ერთიანი საქართველოს უკანასკნელი მეფის, ბაგრატიონ დავითიშვილების ხაზის წარმომადგენელია. და მე მინდა რომ რაღაც ეს ისტორიული მომენტია თვითონ, ისტორიული ფაქტია და ძალიან მოხარული ვარ ამის, არა მარტო იმიტომ, რომ ჩვენ ბაგრატიონები ვართ, არამედ ზოგადად საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მომენტია და მინდა რომ ამ ოჯახმა თავის სიტყვა თქვას საქართველოს ისტორიაში და მე მჯერა, რომ თავის სიტყვას იტყვის. აგრეთვე ვისარგებლებ იმით, რომ შობა ახალი წელი დგება, მინდა სრულიად საქართველოს მოგილოცოთ შობა ახალი წელი და პირველ რიგში გისურვოთ ჯანმრთელობა, დღეგრძელობა, ერთიანობა. მე ჩემს გადაცემებს ყოველთვის იცით, რომ ვამთავრებ შემდეგი სიტყვებით: ეშმაკი ყოფს, ღმერთი აერთიანებს და მე მინდა რომ
ერი გაერთიანდეს. ერი გაერთიანდეს, ერთიანი იყოს და ვიყოთ ძლიერად ქრისტეში. იმიტომ რომ ჩვენთვის, ჩვენი სარწმუნოება, ჩვენი ენა, ჩვენი მამული არის უმთავრესი ბირთვი და ამას თუ არ მოვუარეთ ჩვენ და ეს თუ არ იქნა ჩვენი ამომავალი წერტილი, წარმოუდგენელია ჩვენი წინსვლა და განვითარება. თანამედროვე პერიოდში, თანამედროვე დროში, ძალიან ამ რთულ პერიოდში თავარი არის სწორად გავიაროთ ეს ყველაფერი. ძალიან გამიგრძელდა მე ეხლა ჩემი სიტყვა და ბატონო გიორგი, მინდა რომ თქვენ გაეცნოთ ჩვენს პატივცემულ ტელემაყურებელს ორიოდე სიტყვით თქვენ ლექციებსაც ატარებდით, ძალიან კარგად გაქვთ შესწავლილი სადროშოები, ჩოხოსნების კუთხეც არ უნდა გამოგჩეს, რომ აქტიური მონაწილეობას იღებდით და ფაქტიურად ერთ-ერთი მამოძრავებელი ბირთვი იყავით ამ სივრცეში და თქვენ შესახებ რომ მოგვიყვეთ ორი სიტყვით, სანამ გადავიდოდეთ ამ ისტორიაზე და ამ მთის სულზე, რაც ვახსენე. კი ბატონო, დიდი მადლობა პირველ რიგში ესეთ თბილი წარდგენისთვის, ბატონო მამუკა. შეუერთდები მილოცვებს, საზოგადოებას მიულოცავთ ამდეგშობა ახალ წელს. ბედნიერ და მშვიდობიან წელიწადს ვისურვებდი ჩემი ოჯახისთვისაც და ყველასთვის, ვინც გვიყურებს. რაც შეეხება სადროშოებს, ეს დიდი თემაა, ამოუწურავი და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ამ თემაზე ბაგრატიონებმა დაიწყეს ფიქრი და თქვენ ამ თემას აცოცხლებთ. ეს ძალიან სწორი ნაბიჯია. აი, თუ დავსვავთ ესეთ კითხვას, რომ საიდან უნდა დაიწყოს, თქვათ, ბაგრატიონმა მოღვაწეობა საქართველოში, ეს არის ალბათ ყველაზე სწორი საწყისი. იმიტომ რომ ქართული სადროშოები სათავეს იღებს ჯერ კიდევ ფარნავაზიდან. რაც არ უნდა გასაკვირად მოეჩვენოს ვიღაცას, რაც არ უნდა შორი მოეჩვენოს, ხო? როცა სადროშოებზე, რაინდებზე, მხედრებზეა ლაპარაკი, მთელ მსოფლიოში პირველ რიგში ტამპლიერები ახსენდებათ, ხო ესეა? ტამპლიერებამდე 2000 წლით ადრე ფაქტიურად ფარნავაზმა შექმნა პირველი სადროშოები საქართველოში და კავკასიაში. შემდეგ ეს სტრუქტურა ფარსმან-ქველმა განავრცო ჩვენი უდიდესმა მეფემ რა. შემდეგ მირიანები, გორგასლიანები და ბოლოს ბაგრატიონები. ეხლა ჩვენ ბევრს ვისაუბრებთ ბაგრატიონების სადროშოებზე, იმიტომ რომ ახლოს არის, იმიტომ რომ ბევრი მონაცემი გვაქვს და ბაგრატიონების ნამოღვაწარი დარჩენილია. ჩვენ ეხლა შორია ფარნავაზამდე, ფარსმან-ქველმა. ჩვენ უბრალოდ ვიცით, რომ თქვათ შექმნა სადროშოები. ვიცით, რომ ფარსმან-ქველმა იერარქია შექმნა. თქვათ, პირველი საფეხური იყო ფარსმან-ქველის იერარქიაში, სადროშო სტრუქტურაში, სახლიკაცი. მერე მოდიოდა მოლაშქრე, მერე მოდიოდა ხევისბერი, მერე მოდიოდა თავხევისბერი, მერე მოდიოდა სპასპეტი, მერე მოდიოდა მეფე. და ხდებოდა ლაშქრის შეკრება. ამ ლაშქარს უკვე იმ ფარნავაზიანების ეპოქაშიც დროშა მიუძღოდა წინ. შემდეგში, რა თქმა უნდა, მირიანებმა დახვეწეს, თავისი ღვაწლი შეიტანეს, გორგასლიანებმა, დავით აღმაშენებელმა, გენიალურმა დავით აღმაშენებელმა, ხო? მაგრამ მაინც ერეკლე მეორეს რო დაუბრუნდეთ, აი, ყველასთვის გასაგები მაგალითი რო იყოს, რა არის სადროშო, რა ძალა. ყველაზე ახლო პერიოდში რო თვალსაჩინო იყოს შეუძლებელია ერეკლე მონარქიაზე, ბაგრატიონებზე, სადროშოებზე საუბარი და ერეკლე მეორეს არ შეეხო, ესეთი რომ წარმოუდგენელი. ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი არის ქიზიყის სადროშოს შექმნა. ყველას დღეს თანამედროვე დროში ქიზიყი არის მხარე, კუთხე, ხო, ჩვენი ერეკლეს ეპოქაში ერეკლემ სადროშო შექმნა. ხო, ისტორიული ჰერეთის ნაწილზე, განადგურებულზე, გადმოასახლა 2000 ოჯახი თიანეთიდან და ფშავიდან და აღადგინა უზარმაზარი ძალის მქონე სამხედრო შენაერთი, რაინთა სადროშო, საუფლისწულო მამულის, ქიზიყი იყო საუფლისწულო მამული.
2000 კომლიანი მოსახლეობით, სადაც კომზე კაცი მობილიზაციით იკრიბებოდა 2000 მოლაშქრე. 2000 მხედარი, 2000 რაინდი. ეს იყო ერთი სადროშო. აი გენიალური სვლა ერეკლეს. ხშირად ამბობენ, რომ ერეკლე კარგი მეომარი იყო და ცუდად ერკვეოდა პოლიტიკაში. 200 წლის მერე ადვილია მეფის კრიტიკა რა. ძალიან ადვილია ეს, გარდაცვლილ ადამიანზე და ესე გააკრიტიკა. თან ისეთ მეფეზე როგორც ერეკლე იყო. წარმოუდგენელი ალბათ ერეკლეს კრიტიკა, აი 200 წლის მერე იმის მერე რომ გაუმრავლდით, გადავრჩით, გავძლიერდით, ფეხზე დავდექით და მაინც ერეკლეს ვაკრიტიკებთ, ხო? ეხლა ყველა მიცის რომ რატომღაც გონიათ რომ მარტო აღმოსავლეთ საქართველოს მოსახლეობა იყო გენოციდის და გაქრობის წინაშე. აღმოსავლეთ საქართველოში რუსების აღწერებით 1804 წლის, 1810 წლის, 17 წლის, 32 წლის მეფის რუსეთი აღწერებს რომ ატარებდა. აღმოსავლეთ საქართველოში მეტი ქართველი ცხოვრობდა ვიდრე დასავლეთ საქართველოში. ყველას ეს პირიქით გონია. წარმოიდგინეთ იმერეთის სამეფოში რა ხდებოდა ამ დროს, ხო? აი ერეკლე რო აფუძნებს თქვათ ქიზიყის სადროშოს მისი შვილიშვილი მოგვიანებით სოლომონ მეორე იგივეს იმეორებს იმერეთში ქნის ფიცის კაცები და არსებობდა ფუსტების ორდენი ეს რაც ცნობილია ეხლა რო ვილაპარაკოთ ჩვენ ვახსენეთ ფარნავაზი ფარსმანქველი დავითი ეს არის დედაბოძები ხო ქართული სახელმწიფოსი, ქართული ისტორიის და თითეული ქართული ოჯახისაც, ხო? მოვედით ერეკლემ. აი ყველა ეს ეპოქა ფარსმანქველიდან დაწყებული ერეკლეს ჩათვლით მოჩანს ფშავში და ხევსურეთში. აი ხელის გულზეა ეს რა. სტრუქტურა რო ჩამოვთვალეთ, ხო ეს? სახლიკაცი, მოლაშქრე, ხევისბერი, თავხევისბერი, სპასპეტი აღარ გვყავს და მეფე არ არის. ქვეყანაში თუ დანარჩენი ეს სტრუქტურა ისე არის ხელუხლებელი 11 სადროშო ადრე ისტორიულ ერეკლეს დროს იყო 12 ზოგი მონაცემით უყვართ ფხოველებს უყვართ ამაზე საუბარი ოდესღაც 15 სადროშო გქონდაო დღეს არის 11 სადროშო როცა ლაპარაკია ვთქვათ აი ფხოველების წარმართობაზე როცა ლაპარაკია რომ თითქოს მათ რაღაც ბომონები და რაღაცების თაყვანისცემა ესეთი რამე არც ადრე არ იყო არც ეხლა არ არის მაშინაც იყო ეს სადროშოები რომელიც არის სამხედრო შენაერთი თანამედროვე ეკვივალენტი არის ბატალიონი აი ამაზე გასაგებად ეხლა როგორ შეიძლება ითქვას რომ რა არის სადროშო ანუ რომ მაყურებლისთვის იყოს ადვილი ასახმელი რაზე მიდის საუბარი. ხევისბერი არ არის სასულიერო პირი. ხევისბერი არც აღსარებას იბარებს. ხევისბერი არც არ ატარებს ისეთ რიტუალებს, რომელიც საეკლესიო რიტუალებთან ან თანხვედრაში მოდის, ან წინააღმდეგობაში. ხევისბერი არის სამხედრო პირი, რომელიც თავის დროზე ფარსმანქველმა შემოიღო და უცვლელად მოვიდა ერეკლეს ჩათვლით და არსებობენ დღევანდლამდე. უბრალოდ ამ სამხედროებს ეზოთერული დატვირთვავის თვალზე ორი სიტყვა რო ვთქვათ ესეც ვთქვათ აუცილებლად ჩვენ გვყავს ძალიან ძლიერი ეზოთერიკოსები რომელიც ამაში ერკვევიან ხმამაღლა ვერ საუბრობენ იმიტომ რომ სამხედრო კომპონენტს ცდილობენ გვერდია უარონ ხოლმე და ამის გარეშე ჩვეულებრივი მოქალაქე სადროშოს აღიქვამს რაღაც გადმონაშთად წარმართულ აი ვერ იგებს ჩვეულებრივი მოქალაქე ვერ იგებს რა არის ეს სალოცავები, რა არის ეს სადროშო და რა არის ხევისბერი. აი ეს ამის აღორძინება ბაგრატიონების მხრიდან. ეს არის საკუთარი თავის აღორძინება. ნებისმიერი მონარქი, რომელიც აღადგენს სადროშოებს, აღადგენს ამ იერარქიას, აღადგენს ამ ტრადიციას, რაინდობის, ზნეობის მორალის აღადგენს საკუთარ თავს და აღადგენს მონარქიას. ეს არის გზა და ბილიკი, რომელიც მიდის ტახტისკენ. არ მიდის სხვაგან. მიდის ტახტისკენ ეს გზა, რა. და ეს პროცესი თვითონ უკვე ქვეყნისთვისაც მადლის ამაზეც მოგახსენებთ. აი ამაზეც მოგახსენებთ ეხლა. ყველა ოჯახში დგას, თქვათ, აი მამათა და შვილთა ბრძოლა, ხო, ილიას ეპოქაშიც იყო, თქვათ, აი
გრიგოლ ორბელიანი იყო მამათა თაობის წარმომადგენელი, ილია ჭავჭავაძე იყო, თქვათ, შვილთა თაობის და პასუხი და მთელი ეს მამათა და შვილთა ბრძოლა, ხო? დღესაც ხო დგას ეს არის მარადიული თემა. როგორ აღზარდოთ ახალი თაობა ისე, რომ არ კონდეს კონფლიქტი მამების თაობასთან. ძაფრი კონფლიქტი. არ დაიქცეს ქვეყანას, აი ხა წარმოვიდგინოთ, თანამედროვე ეპოქაში ახალგაზრდების წინაშე დგას უამრავი გამოწვევა, ხო? გაჯეტებით დაწყებული, რომ მიჯაჭვული არიან ინტერნეტს, ტელეფონს, ხელიდან ვერ ართმევს მშობელი, ხო? გემბლინგი ეს, აზარტული თამაშები, ნარკომანია, 1000 ჯურის აი ეს მეტალჰედი, მეტალისტი, რომელიც ფაქტიურად ეს არ არის მარტო მუსიკალური მიმდინარეობები. როცა ეს მუსიკალური მიმდინარეობა და ხელოვნებას უკავშირდება, ძალიან კარგი შესახედიც არის და ძალიან კარგი მოსასმენიც არის. მაგრამ როგორც კი ეს გადადის რიტუალებში, ყველას გაუგია კატების საფსაფლაოზე დაკლები, რაღაც ემოები. ამაზე სერიოზული გადაცემებიც იყო და ამაზე იყო საუბარი სამწუხაროდ ეხლა ანუ არის საზოგადოებაში მომავალი თაობის აღზრდის, ზნეობრივი აღზრდის პრობლემა. ჩვენ იმას კი არ ვამბობთ, რომ თავს უნდა მოვახვიოთ ვინმეს ჩვენი ფასეულობები. ფასეულობები ყველამ თვითონ უნდა იპოვოს. მაგრამ ამ ფასეულობათა ბაზარზე ტრადიციული ქართული რაც არის, ის არ არის გამოტანილი. არ არის გამოტანილი, იმიტომ რომ ქვეყანაში არ არის დაფასებული დინასტია, არ არსებობს სამეფო ოჯახი, არ არსებობს მონარქი და შესაბამისად არისტოკრატულ ცხოვრების წესზე, არისტოკრატულ ტრადიციებზე, არისტოკრატულ ზნეობაზე, რაინდობაზე საზოგადოებას ხშირ შემთხვევაში და უმეტეს შემთხვევაში აქვს სტერეოტიპული წარმოდგენა, რომლებიც ჩამოუყალიბდა სერიალების ყურებით, ვიღაცის მონათხრობით, გაგონილით, მაგრამ თავისით არ უნახავს, არ შეხვედრია, არ ზიარებულა ამას. ხო? ეს იმეორებს უბრალოდ ვიღაცის აზრს, ან ტელევიზორში რაღაც ფილმში ნანახს, უარეს შემთხვევაში სერიალში ნანახს. ბატონო გიორგი, არ დაგავიწყდეთ თქვენი სათქმელი ხაზიდან, რომ არ მოხდეს გადახვევა. იცით, სტერეოტიპები პლუს ჩამოყალიბებული, რომელიც რუსეთის იმპერიის დროს ჩამოყალიბდა, მერე საბჭოთა კავშირის პერიოდში ჩამოყალიბდა და რეალურად მივედით განათლების სისტემასთან. ანუ განათლების სისტემა, რომ აი ეს აღზრდა ზუსტად იყოს და ეს ინფორმაცია მიეწოდოს ახალგაზრდას, აი რა გამოიწვია იმან, რომ ზუსტად აი ამ ფესვებზე არ აღიზარდა ბოლო პერიოდის თაობა, ძალიან ცუდი რყევები გამოიწვია ჩვენს ქვეყანაში და ეს ფაქტია, ეს ხო ფაქტია და ფაქტის წინაშე ვდგავარ და ზუსტად მამას ბრძანებთ. ეს ურთულესი პრობლემაა. ეხლა უკვე ჩვენ დავდებით ურთულესი აღზრდა. ეს არის აი სერიოზული ნებისმიერი ერის წინაშე მდგარი არის, ეს არის ნომერ პირველი ამოცანა, როგორი თაობა იზრდება. ნიჭიერი, არანიჭიერი, სპორტული, არასპორტული, ეს ინტელექტის ხუთი ფორმა არსებობს რა, ამ ინტელექტის და ერთ-ერთი არის ვთქვათ ეს კინესტიკ ინტელექტი, ხო? თუ ეს ბავშვი განვითარებულია, გამოდის ოლიმპიური ჩემპიონი, მსოფლიო ჩემპიონი, სპორტული წარმატებები. არის ლინგვისტური ინტელექტი. ხუთივე აქვს ადამიანში, ხუთივეა თავგადასავლად. ერთ-ერთი, რომელიც თუ ერთი ხაზით არის, მაგრამ აი ლინგვისტური თუა კარგად სწავლობს, კარგად მეცადინეობს, კარგი მოწესრიგებული მოსწავლეა, გამო კარგი მეცნიერი. ჩვენთან არის სულ დავა, რომ აი სპორტსმენს რა უნდა პარლამენტში. ისიც ინტელექტუალია, ძალიან მაღალი დონის ინტელექტუალია. უბრალოდ აი ეს კინეტიკური ინტელექტი აქვს განვითარებული. აი ძალიან მნიშვნელოვან თემას ეხებით ახლა, რომელიც მე ვფიქრობ ზუსტად შეესაბამება ჩვენი დროის გარემოებებს და ეს ბრწყინვალედ იციან ამერიკის შეერთებულ შტატებში, ევროპაში. ბავშვს, რომელსაც კალათბურთში წარმატებები აქვს, ხელის გულზე ატარებენ იმას. უმაღლეს შეფასებებს იღებს, საუკეთესო უნივერსიტეტები პირდაპირ იტაცებენ ამ ბავშვებს, რომ იმათთან ჩააბაროს. გამოცდებს კი არ უნიშნავენ, ეხვეწებიან ჩვენთან მობრძანდით. იმიტომ რომ ეს კარგი რაგბისტი, აი ამერიკულ ფეხბურთს თამაშობს კარგად დარბის.
და ჩვენთან რატომღაც ეს აი საბჭოთა სტერეოტიპი დარჩა, რომ სპორტსმენი ვთქვათ არ არის ინტელექტუალი. პირიქით არის ეს. ოლიმპიური ჩემპიონი თავისი ინტელექტის ხარისხით აკადემიკოს ტოლფასია. აი მართლა ესია ეს რა. უბრალოდ ამას ლინგვისტური ინტელექტი აქვს განვითარებული ბავშვობიდან თავის თავში ეს განავითარა. მაგრამ მღერის კარგად. აი შეიძლება ან ხატავს ფიროსმანივით ყველა. ჩვენ შეიძლება ვთქვათ რომ ფიროსმანი არ არის ინტელექტუალი? აი ხო ნონსენსია. ვერ ვიტყვით კი? ხო ვერ ვიტყვით. მაშინ აი არ მინდოდა ამის აი რაღაც პოლიტიკური ტალახაძეზე რატო ამბობ ინტელექტუალი არ არის? ეს აი ამას ვინც საუბრობს ძალიან თვითონა განათლების პრობლემა რა ეს ხუთი ტიპის ინტელექტიდან კაც ეს კინეტიკური კინესტიკ ინტელექტი აქ აი იმის იქით განვითარება არ არსებობს სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი ოლიმპიური რეკორდსმენი 7 გზის მსოფლიო ჩემპიონი და საუბარი იმაზე რომ არა ინტელექტუალია აი წარმოუდგენელი ამას მას რამდენი რამე შეუძლია გააკეთოს ამ მიმართულებით ამას რატო შევეხი მეომრების მიმართაც ეს დამოკიდებულება. აი ვიღაც არის კარატისტი, ვიღაც არის აიკიდოისტი, თქვა, ხო? ითვლება, რომ ის არაინტელექტუალია. რას ნიშნავს არაინტელექტუალი? კარატეს ინტელექტი არ ჭირდება. და ხელოვნებაა ეს ფაქტიურად. რატო ქვია საბრძოლო ხელოვნება? აიკიდოს უზარმაზარი ფიქრი ჭირდება. თქმა უნდა. მარტო ბრძოლაზე უნდა დისციპლინა, ინტელექტი, ფიქრი, მათემატიკა, მთელი ფიზიოლოგია. ესეა ხრიდოლით. აი ამაზე მინდა გადავიდე ამ სადროშოს რომ დავა. თემას კი არ ავწდი, შორიდან მოუვარ. დიახ. უფრო განავრცელდა და უფრო გასაგებია. ეს არის ქართული მეომრობაც. იმაზე რომ ამბობენ ერეკლე მეორეზე რომ კარგი მეომარი იყო, ცუდი პოლიტიკოსი, ეს ისეთი აი ისეთ განუვითარებლობაზე მიუთითებს. ვინც არ უნდა ამბობდეს. რა თქმა უნდა. გენიალური ომები აქვს გადახდილი კაც, გენიალური სტრატეგიები აქვს. უსწრაფესი გადაწყვეტილებები აქვს. აი აზატხანთან ბრძოლაში უბრძანა ქვეითებს. 100 მეტოფე ჩამოქვეითისო და 30 ჩახმახები მომარჯვებული კონდეთ თოფებზე. 100 ნაბიჯზე უნდა მიუახლოვდეთ. დიახ, მახსოვს. და აი ეს ხო იქ ბრძოლის ველზევე მიიღო ეს გადაწყვეტილება. მიუახლოვდნენ 60 ნაბიჯზე. და ცეცხლი მიცეს თოფებს და ეს პირველი ხაზი მოცელეს და გაიმარჯვეს. ესე იგი 10 ჯერ აღმატებულ არმიაზე უკეთესად შეიარაღებულზე რომელსაც მოულოდნელობის ეფექტი გააკეთა, ესე იგი და ამ კაცზე იძახიან ინტელექტი ქონა განუვითარებელია ხა. აი შექმნა ქიზიყის სადროშო, ეს გაპარტახებული ჰერეთიდან დღემდე ქიზიყელები რო ცხოვრობენ იქ. ღმერთმა ამრავლოთ ღმერთმა კარგად ამყოფოთ. ვისი დამსახურებაა ეს? არ არის ერეკლეს ნააზრევი, ერეკლეს ინტელექტი. იქ ამას მოყვა ეკონომიკური უზრუნველყოფა. უბატონო უპატრონოს კი არ ნიშნავდა. უბატონო რო იყო ის მხარე, საუფლისწულო მამული იყო. როცა ერეკლე იყო უფლისწული და თეიმურაზ მეორე მეფე, ერეკლეს საუფლისწულო მამული იყო. ერეკლე რო გამეფდა, გიორგი მე-12-ის საუფლისწულო მამული იყო. მეურნეობას უძღვებოდა იქაური მაცხოვრებელი ეკონომიკურად ფინანსურად უზრუნველყოფდნენ საკუთარ თავსაც და საუფლისწულო ოჯახსაც ანუ ამას დაგეგმა ხო ჭირდებოდა ერეკლესი როცა ალაპარაკა ფინანსური მომენტები ვაჭრობა გაითვალისწინა ეხლა ძნელია ვინმეს აუხსნა რომ აი შავიდან მოდიოდა სავაჭრო გზა და კიდე უფრო იმის იქით გავყვეთ გუდამაყარზე გადმოივლიდა ლარსიდან შემოდიოდა საერთოდ იქამდე დვალეც გამოივლიდა და ჩამოდიოდა ქიზიხში ხორნაბუჯის ციხეში და აქ იმართებოდა ეს და აღებმიცემეობა ვაჭრობა იყო და ეს ერეკლეს გონებამ შექმნა ეს ყველაფერი ხო სადროშო შექმნა სადროშო თვითონ ქიზიყელებს ეშლებათ ხოლმე ეს ამბავი რომ აი ჩვენ გლეხები ვართ არაფერი არ არის ამაში თითქოს ერთი შეხედვით ეს არის ნახევარის ესე იგი გეუბნება რომ მე ნახევარი ვარ 50% ვარ მეორე 50% გაქრა რა ინდია ის არის ხედა უბატონო ხშირად ვამბობ ხოლმე მომწონს ამის თქმა შეიძლება მაყურებელს არ უბატონო უპატრონოს არ ნიშნავდა ამ კაც რაინდის ანგელოზი ყავდა ის კაცი რაინდი იყო
რაინდი ევროპული ტერმინი, ქართულად მხედარი ქვია, ხო? დიახ. ერთხელ ხა შეგა შერევას ვაკეთებ, მაგრამ ეს ქართულად ყვილა არა. რაინდი ხა გასაგები იყო. რაინდი არის, რაინდი გლეხი არ არის. მოდი ახიან დავიწყოთ. ესეც უნდა მივიტანოთ ამ ხალხამდე, ხო? მშაველს, ხევსურს, თუშ, ქიზიყელს, რომელსაც გლეხი გონია თავი. თან გლეხის განმარტებაც სწორად მივცეთ, იმიტომ რომ გლეხი არ არის სწორ ეს არის მეურნეობას ვინც უძღვება. რა თქმა უნდა, ეს კვებავს ჯარს. რა თქმა უნდა. ხო ესეა და ერს და დოლარი. შენ თუ ჯარისკაცი და მხედარი ხარ. გლეხი როგორ ხარ? ესე იგი, ხო უნდა ივარჯიშო. ხო? რა თქმა უნდა. ესე იგი, იარაღი უნდა გამოჭედო, ან შეიძინო, ან ალაფად აიღო, ხო? სხვა ვარიანტი არ არის, ხო, უიარაღო მეომარი ვის გაუგია, ხო? ამას უზარმაზარი დრო ჭირდებოდა. პლუს საოჯახო მეურნეობას უნდა გაუძღვე და სახურავი გადაშეცვალო, ბანი მოტკეპნო, საქონელი ყავს პირადი, ხო? საქონელს იქ ძევეს, მოწველა უნდა, ყველს ეს უზარმაზარი საქმეა, შეშაკ ჭირდება. ხო, ესე იგი, როდის ვარჯიშობდნენ? მოდი, აი, დავსვათ ეს კითხვა და ჩვენ ყველამ ვიცით, აი, მადლობა ღმერთს, რომ ჯერ ეჭქვეშ არ არის დაყენებული, რომ ძალიან მაგარი მეომრები იყო. ანუ ამას თელი მსოფლიო აღიარებს, ვისაც კი საბრძოლო ტექნიკას, ხო? თქვენ საბრძოლო ხელოვნების ოსტატი ვწადებით. დიახ, აღმოსავლური ორთაბრძოლების ექსპერტი და თან ჩახედული. მე აი 7 წელი ვარჯიშობდი აიგიდოზე. და იმისთვის რომ თუნდაც პირველი დანი აიღო, დღეში რამოდენიმე საათიანი ვარჯიში ჭირდება? აუცილებლად, რა თქმა უნდა, ამას. ფიქრი იმაზე, როგორ იბრძოლებ, კიდევ რამოდენიმე საათია. ფიზიკური ვარჯიში არ არის საკმარისი. რა თქმა უნდა. სპორტული წარმატება. რა თქმა უნდა. ამაზე თან უნდა იფიქრო, როგორ ჩაატარებ იმ ორთაბრძოლას. ეს ვისაც უვარჯიშია, ეს იცის სხვა. იგივე მოჭიდავეებ ძიუდოისტები რო გონიათ, რომ ესენი არაინტელექტუალები არიან ვიდრე. რო ვარჯიშობს 3 საათი, 4 საათი ფიქრობს მოწინააღმდეგეს როგორი ტაქტიკით დაუპირისპირდეს. რომელ ხელზე ეჭიდაოს, რომელ ფეხზე მიიტანოს იერიში. კარგად შეისწავლოს, ამის გარდა ადგილზე უნდა შეეძლოს იმპროვიზაციის უნარი. უსტრაფესაც მიიღოს უნდა გადაწყვეტილება და ეს არის ეს მთელი კომპლექსია რა, ინტელექტი ამას ჭირდება თუ ჭირდება. ლექსის სწავლა ბევრად ადვილია. მე ლექსებსაც კარგად სწავლობ და აი კიდოც გამომდიოდა, რა ვიცი, არ ვიყავ ცუდი მოსწავლე ყველასე, მაგრამ ლექსებსაც ძალიან ადვილად სწავლობ, მათემატიკასაც კარგად სწავლობ. ხა თუ მათემატიკას კარგად ვისწავლიდი, გეოგრაფიას ვთქვათ, ხო? აი მიგრაციების სპეციალისტი ვარ, ხო? თუ მიგრაციებში ვერ ყვევი, საშუალო დონეზე, მაგისტრის დონეზე ვთქვათ, ხო? საშუალოზე ერთსაფეხურს. ესე იგი ინტელექტუალად ჩავითვლე. და თუ ოლიმპიური ჩემპიონი გავხდი, უინტელექტუალი. აი ეს ხო ის არის ნონსენსია რა. ეს თუ არ შეიცვალა ეს მიდგომა. გასაგებია და მე მინდა რომ აი როგორც მხედრები დავკარგეთ, როგორც სამხედრო ძლიერება დაიკარგა, იმის გამო სხვა გამომწვევ მიზეზებთან ერთად, ერთ-ერთი მიზეზი ისიც იყო, ეს სხვა არაპრესტიჟული. ცუდად ანაზღაურებადი გახდა რუსების შემოსვლის მერე. ხო, 25 წლიანი ჯარი შემოიღეს. ხო, 25 წლით ახალგაზრდას რო გაიწევდი რუსეთის რომელ პროვინციაში არავინ რო არ იცის, აი ხევსურებს ლიქოკელების ბრძოლა არის სახალინზე, სამურაებთან. ეს იაპონელების მხრიდან დარჩა ისტორიაში ეს ბრძოლა. ესეც არ გვეცოდინებოდა, ხო? ხა ლიქოკის მდინარე აკუშოს ხეობაა ეს ლიქოკი, დაილოცოს კარატის ჯვარი, დიდებული გვარია ლიქოკელები. საერთაშორისო ისაურების მინან ბასხაჯაური მარხია იქ ეს ქართველი ძალიან დიდი მოღვაწე, სასულიერო პირი ფაქტიურად, რომელიც ხოში ქრისტიანობის გავრცელებაში დიდი როლი დაიდო ამ ქალბატონმა, მინანმა, იქ არის მისი აკლდამა. კარატის ჯვარია იქ ჯვარსალოცავი და თავის სადროშო ლიქოკელების. დიდგორის ველზეც ეხა ყველა ვამაყობთ ამ დიდგორის გამარჯვებით, აი უზარმა ყველა დანამდვილებით ჩვენ ვიცით, რომ ორი გვარი იდგა დიდგორზე. ბაგრატიონი, დავით მეოთხე აღმაშენებელი და აწიკა ლიქოკელი. ანუ სისაური. შესაძლოა სისაური, მაგრამ ლიქოკელები არიან, ლიქოკელები ათგვარს აერთიანებს ხევსურურს. მათ შორის სისაურებს.
მაგრამ დიდგორის ველზე ორი ქართველი გვარის წარმომადგენელი, აი ბაგრატიონები და ლიქოკელები ნამდვილად იდგნენ და დანარჩენებს ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ გშურდეს და მივბაძოთ. იმიტომ რომ ისტორიულ წყაროებთ აი ეს ორი გვარი ნამდვილად იქ იყო რა. ხო და ეხა აი ისევ ამ სადროშოებს რო დაუბრუნდეთ და მხედრობას და ამ ინტელექტს, ხო? ეს ხალხი ვარჯიშობდა. უძღვებოდა პირად მეურნეობას. ფხოველები, ფშავლები, ხევსურები, თუშები, გუდამაყრელებიც, თიულთა ეს უბატონო ნაწილი. იყვნენ მეფის ალმისა მტვირთველი. ანუ სამეფო ეს სამეფო მამული იყო, ეს სამეფო სადროშო იყო. მოურავად ჩოლოყაშვილი ყავდათ დანიშნული. იყო ასეთი ეპოქა, რომ მაგრამ მოურავი იყო სამხედრო კომისარი, რომელიც ანგარიში ვარდებული იყო მეფის წინაშე, რომ სამხედროები მოემზადებინა, მომზადებული, აღჭურვილი, ჩამოეყვანა მეფისთვის, თავარსარდლისთვის ამ შემთხვევაში. ქიზიყის მოურავები იყვნენ ანდრონიკაშვილი. ბატონები კი არ იყვნენ, ხშირად თვითონ ანდრონიკაშვილებსაც ხშირად ეშლებათ ეს ამბავი. ესე არ იყო სამხედრო კომისარი, რომელიც პასუხისმგებელი იყო, რომ ქიზიყელებს, პოდბელებს, მირზაანელებს, ოზაანელებს, ტიბაანელებს ევარჯიშათ. მარტო კი არ ეკეიფათ, როგორც ეხლა ხდება და ეს ღორის წვადები ეტრიალებინათ, არა. უნდა ევარჯიშათ. აი რაზე იყო პასუხისმგებელი. იარაღი უნდა ეჭედათ. და მეფის დაძახილზე ორი ტიპის მობილიზაცია არსებობდა ისტორიულ საქართველოში. კომლზე კაცი და ქუძე კაცი. ქუძე კაცი ყველა გადიოდა, ჩვენს გონია რომ სულ ქუძე კაცი გავდიოდით, ესე არ არის. ქუძე კაცად გამოდიოდნენ ფხოველები და აზნაურები. და დანარჩენები ყველა გამოდიოდნენ ან კომლზე კაცად, ან ქუძე კაცად. ბევრად უფრო ხშირი იყო, შეუდარებლად უფრო ხშირი კომლზე კაცად გამოძახილი. ამიტომ ერთ კომლში ერთი მხედარი ყოველთვის იყო. გამზადებული საომრად. აი ამათ ერქვათ ეს სახლი კაცები. ჩვენთან ეს ცუდი სიტყვა გონიათ სახლი კაცი, რომ კაცი სახლში ზის. ის კაცი სახლში რო იჯდა, იარაღში იჯდა და ყველაზე მომზადებული მეომარი იყო და ნებისმიერ დაძახილზე გამოდიოდა. აი ესენი ერთიანდებოდნენ სადროშოში. სადროშო ინახებოდა სალოცავში, სალოცავს ემსახურებოდა ხევისბერი. თანამედროვე სამხედრო სტრუქტურაში რო გადმოვიტანოთ, ეს არის პოლკოვნიკი. კარგი, მნიშვნელოვანია ეგ, იმიტომ რომ გასაგები კარგად ხო, ეს სამხედრო სტრუქტურა. ხევისბერი მღვდლის ეკვივალენტი გონიათ დღევანდელ ქართველებს, რაც არის აი ამ 200 წლიანი წვეტის ბრალი და იმის ბრალი, რომ 200 წელია ქართველებს ჩვენი დინასტია არ ყავს, ჩვენი სამეფო ოჯახი არ ყავს და ჩვენი მონარქია არ ყავს. ამან გამოიწვია კოლოსალური დეგრადაცია ერის. რაინდები გაქრნენ კაცო. ქურდების მიმართ, ყაჩაღების მიმართ, კანონდამხმარების მიმართ გაუჩნდა ხალხს ეს რომანტიული დამოკიდებულება და რაინდობა ყაჩაღობასთან, ქურდობასთან გახდა ასოცირებული, ხო, ეს ეპოქა ხო გავიარე. რაინდობა არის სამხედროობა. რაინდი არის მხოლოდ სამხედრო, უწესიერესი, უპატიოსი, რომელიც არ იპარავს. ხო, თავისი მორალი აქვს, თავისი ზნეობრივი კოდექსი აქვს, როგორც სამურაებს ჰქონდათ, ვთქვათ, როგორც ტამპლიერებს ჰქონდათ, ხო? ქართველებსაც ასე ჰქონდა სადროშოები, სადაც შედიოდნენ მხედრები. ამ სამხედრო შენაერთს წინ მიუძღოდა დროშა, დროშა ინახებოდა სალოცავში, სალოცავს ემსახურებოდა ხევისბერი. ხევისბერები ექვემდებარებოდნენ თავხევისბერს, თავხევისბერები რაღაც ეპოქაში ემორჩილებოდნენ სპასაპეთს, ამირ სპასალარს, პირდაპირ ხელმწიფეს, მეფეს. რაღაც ეპოქაში, მაგალითად ერეკლეს ეპოქაში მოურავებს. დაძახი მოურავი აგროვებდა ამ ხალხს და ჩაყავდა მეფესთან. ქიზიყში ანდრონიკაშვილი აგროვებდა მოლაშქრეებს და ჩაყავდა უფლისწულ კროუნპრინცთან. მომდევნო ხელმწიფესთან, ვინც იქნებოდა. ეხლა როცა ლაპარაკი ამის წარმართობაზე, აი ბატონო მამუკა, თქვენი აზრით. აი რა ინტელექტის ხარისხზე შეიძლება იყოს საუბარი ადამიანზე, რომელსაც გონია, რომ სამხედროობა არის წარმართობა. ნუ
აბსოლუტურად ამოვარდნილია კონტექსტიდან და საერთოდ როგორ შეიძლება ეგ აი შეიძლება მეომარი, აი მე ვარ მაიორი ვთქვა. ამის გამო წარმართი ვარ. იგივეა რომ მე ვარ რაინდი, მე ვარ ქიზიყელი, მე ვარ ფხოველი, მე ვარ ფშაველი, მე ვარ ხევსური, სვანი და ამის გამო წარმართი ვარ. რომ აი სალაშქროთ მეფის დაძახილზე გამოვდივარ, მთელი სისტემა არის აგებული. მთელი ცხოვრება ვარჯიშობ, ვემზადები იმისთვის, რომ თავი, ოჯახი, გვარი არ შევარცხინო მეფის წინაშე, იმიტომ ასეთი თავდაცვის სამინისტრო იყო მაშინ. ასეთი ლაშქარი იკრიბებოდა. ესე იგი და ჩემს წინ მიმავალი დროშა ინახება სალოცავში, რომ იქ იყოს წმინდად შენახული, მყუდროდ შენახული, ამასაც მნიშვნელობა აქვს. ნებისმიერ სამხედრო ნაწილში, სამხედრო ნაწილს დღემდე აქვს თავისი დროშები. ყველა ჯარში, ამერიკულში, რუსულში, იაპონურში, ქართულში, ჩინურში, ყველა ქვედანაყოფს თავისი გერბი და დროშა აქვს. თავის კერძო სახელმწიფოს გარდა, ყველას ქვედანაყოფს აქვს შენაერთს აქვს თავისი დროშა. რომელსაც ყავს თავისი მცველი და ღამეს უთენებს. იქ იმ დროშასთან დგო მორიგეობით ხდება ეს ამბავი. ძალიან რთული დგას ფეხზე დროშასთან. ესე იგი ამ დროშაზე არ უნდა არავინ შეურაცხყოფა, ხო წარმოუდგენელია. გიორგი ანწუხელიძეც სამხედრო რო იყო. იმიტომ არ დააბიჯა დროშას. ხო, ამიტომ გასწირა. ის მისთვის იყო სიწმინდე. ეხლა რამდენი ადამიანი არსებობს, რომელიც დროშებს წვავს ქუჩაში, ხო? რატოა ეს? ეს უზნეობა იმიტომ ხდება, რომ სამხედრო აღზრდა მოაკლდათ. ეს არისტოკრატიზმი მარტო განათლება და წიგნები არ არის. ეს არის სამხედრო აღზრდა, ფიზიკური, აი კინეტიკური ინტელექტის განვითარება, ვარჯიში, ეს აუცილებელი კომპონენტი იყო და შემდეგ წიგნიერება, ეხლა რაღაც ეპოქაში ეს წიგნიერება იყო, ძველი აღთქმა და ახალი აღთქმა და ბიბლია და რუსთაველის ვეფხისტყაოსანი. მეტ ლიტერატურაზე ხელი არ მიუწვდებოდა. მაგრამ ყავდა წინვალი არისტოკრატია, ხო? თუ კი ვინმე ეს გაუოცებია მსოფლიო, რუსებთან შეერთება იყო და ქართველ არისტოკრატი იყო საუკეთესო სარზლო და იყო საუკეთესო სასიცო. ყველას უნდოდა ჩვენთან განათესავა. მოხდა საფრანგეთში რაღაცნაირად ფრანგებთან დაახლოება ქართველებს მენშევიკების ეპოქაშიც და იქამდეც, ხო? პარიზის ეიფელის კოშკის გახსნაზე ქართველი ქალბატონი აირჩიეს, ნასიძე იყო თუ არ ვცდები გვარად სილამაზის კონკურსზე გაიმარჯვა იმ ქალბატონმა, ხო? ევროპაშიც მაჩაბლები, ნასიძეები, ლორდ-კიპანიძე ამ ხალხზე პირდაპირ წაციაობა იყო, რომ დამოყრებოდნენ ძლად. ეს ბოლო პერიოდია, თუმცა ბოლო პერიოდზე ვსაუბრობ, სადაც უფრო მეტი რაზე იყო ეს ხალხი? ასე იყო ისტორიულად. ეს ხალხი იზრდებოდა ესე, სამხედრო წვრთნა, ანუ ფიზიკური, კინეტიკური ინტელექტის განვითარება, წვრთნა, ვარჯიში, ეტიკეტიც, რა თქმა უნდა, ეგ მორალური პრინციპები, აღზრდის წესები, ყველაფერი აბსოლუტურად. რელიგია, მორალს, რელიგია, ქრისტიანული მორალი აყალიბებდა მე ამაც ნეობას და ამას ემატებოდა მე განათლება. ხო, ესე იგი უნდა წერა კითხვა, ესწავლა და იმ ეპოქაში რაც იყო წასაკითხი იყო ვეფხისტყაოსანი. ესეც ხო რაინდული პოეზია რა. ნუ აი ერთადერთი შემილია, ეხლა როგორც მე ეს ხო მკვლევარი სამ რაინდზე პერიოდის, ნუ გილგამეშის ეპოს შეიძლება შევადაროთ, ეს არის უდიდესი სოდნის წყარო. ვეფხისტყაოსანი ძალიან მარტივად ვთქვა. სამ სტილისტზე ხო არ არის დაწერილი, ან სამ მომღერალზე. ხო, ყველა პროფესია დასაფასებელია, ყველას დიდ პატივს ვცემ. მაგრამ როცა ვლაპარაკობთ რა აი გენიალური ნაშრომი და აი პლანეტა, კოსმოსი, რუსთაველი ყველაფერი. რა სამ რაინდზეა ეს დაწერილი და სამ ბანოვანზე. ხო, სამი რაინდი და სამი ბანოვანი და ამათი ისტორია და ეს არის ხო მომხიბვლელი, ეს არის გენიალური. მარტო რითმები ხო არ არის? ეგ არის შიგნით არის შინაარსი, არის პასაჟები, რომელიც არის
მიმზიდველი და საინტერესო და ყველასთვის გასაგები. იმიტომ რომ რაინდულ თემებს ეხება, იმიტომ რომ მარადიულ სიყვარულს ეხება. ანუ საქართველოს და აი საქართველოს როგორც კი მოწყვეტ ამ კომპონენტს, სადროშოებს და რაინდობას და სამხედროობას. რჩება ზუსტად ის 50%, ქიზიყელი რო ამბობს, რომ აი ჩვენ გლეხი ვარ. წვადი რჩება შამფურზე, ღვინოც რჩება და იმის იქით არაფერი აღარ არის. და ეს მართლაც გლეხობაა ამ შემთხვევაში. და ეს ხედრობა აღარ ქვეყნის პრობლემაა. ხედრობა აღარ არის. ეხა აი კახეთზე რახან ჩამოვარდა ქიზიყი, რა რეწკინოთ, ძალიან მიყვარს ესენა. დედოფლის წყაროში მეც მაქვს სახლი და ნათესავებიც ყავს. რა რეწკინოთ ეს ამ. აი რა არის ხაშლამა? ყველას ეს სულ ამ ხაშლამაზე რო ლაპარაკობთ. ხაშლამა სპორტული კვება. სამხედრო კვება. ეს არის თანამედროვე ენაზე რო ვთქვათ, ეს არის სამხედროების ორგანიზმის, აი ვარჯიშის დროს დახარჯული ენერგიის აღდგენის საუკეთესო საშუალება. ხა ყველას გაუგია ხო ეს პროტეინის სიტყვა. არსებობს კიდე კაზეინი, ეს პროტეინზე უფრო ძლიერი აღდგენი არის, კუნთურ მასას დის, გამძლეობას დის. ეხლა ვისაც უვარჯიშია სპორტსმენია, პროტეინიც იცის, კაზეინიც იცის და ანაბოლიკებიც იცის. რა ხა იმ ეპოქაში ანაბოლიკები შეუძლებელი იყო და ცილების მარაგის შევსების ერთადერთი საშუალება იყო ხაშლამა. და სუომი რო იყო და სულ რო ვარჯიშობდნენ, ამიტომ ჭირდებოდათ ის ხაშლამა. რა ეს ტყუილა არ არის არაფერი. აი არაფერი არ არის ტყუილა. მაგრამ როგორც კი ეს კომპონენტი დაივიწყეს, თეთრი გიორგი დაივიწყეს. ხა ახმეტაში არის ეს თეთრი გიორგის ულამაზესი ტაძარი. ღვდლის მეტი არავინ არ დადის. ერი აღარ დადის, ხო? ღამის თევის კომპონენტია, იქ დროშებით მიდიოდნენ, არისტოკრატია ხდებოდა. არსებობს წვრილი არისტოკრატია და მსხვილი არისტოკრატია. აი ეს მოლაშქრეები, ეს მხედრები, ეს სადროშოს წევრები, ესენი იყვნენ აზნაურები ერთ თაობაში. დღეს რო იძახიან, რომ გლეხები ვიყავით ჩვენ. შეუძლიათ თქვა, რომ მუშები იყვნენ. პრობლემა არ არის ამაში და სოციალიზმში მოღვაწეობდნენ რა, მაგრამ სიმართლე არის ეს, რომ ქართველი მხედარი, მოლაშქრე, სადროშოს წევრი, ეს არის აზნაური ერთ თაობაში, რომელიც სალოცავს მიებარება, ხევისბერი ამას მიაბარებს სალოცავს. ხევსურეთში ამას ქვია ხუცესი მიაბარებს სალოცავს. თიულეთში ამას ქვია, რომ დეკანოზი მიაბარებს სალოცავს. ეს სალოცავში მიბარება არის სამდონიანი, არის სასოფლო სალოცავი, რომელიც უმეტესწილად არის წმინდა გიორგის სახელზე. არის სათემო სალოცავი, რომელიც არის ყოველთვის მთავარანგელოზის სახელზე და მაგალითად ფშავის მაგალითზე საფშავლოს მთავარი სალოცავი, რომლის ყმა ყველა ფშაველი არის ლაშარის ჯვარი, ხელმწიფე ლაშარის ჯვარი. ხო? აი სამდონიანი კურთხევა ხდებოდა სასოფლო სალოცავში წმინდა გიორგისთან. მთავარანგელოზს, აი თქვა საბაურთა თემი ფშავში მიებარებიან მიქაელ მთავარანგელოზს. ჯერ მიებარებიან აფხუშოს წმინდა გიორგის სასოფლო სალოცავი ეს არის. მერე სათემო სალოცავია საბაურთა მიქაელ მთავარანგელოზი, მთაწმინდის მიქაელ მთავარანგელოზი ესე ეწოდება. შემდეგ არის ლაშარში მიბარება. ზუსტად იგივე ხდება, როცა რაინდებად აკურთხებენ ევროპაში ხმლით, ხმლის დადებითაც ხო ხდება რაინდად კურთხება. ესე იგი დაადებს ერთხარეს ეუბნება წმინდა გიორგის სახელით, გადაატარებს დაადებს წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელით და დაადებს თავზე და უფლის სახელით გაცხადებ რაინდად. წამოდექით, შეიბ მახვილი, ქართულად ასე ითარგმნება, რასაც ეუბნება. შეიბ მახვილი. აი ზუსტად იგივე სისტემა, ოღონდ ბევრად არქაულია ქართული. რა თქმა უნდა. აი ბევრად არქაულია. პირდაპირ, ესე იგი საკლავით მიდის. ქიზიყში ამას ერქვა ყურატად დაყენება. ყურატი არის წელგამოვლილი მამალი საქონელი ხარი რა, წელგამოვლილი 1 წლის, რომელიც ცალკე უნდა დაბმულიყო. ნახირში არ უნდა გარეულიყო. საუკეთესო საკვებით უნდა გამოეკვებათ. თუ მამა გარდაცვლილი იყო, ბიძა, თუ ბიძაც გარდაცვლილი იყო, ესე იგი ნათლია და თუ ნათლიაც არ იყო, მაშინ ქალი ოჯახიდან მიიყვანდა ყურაც და ახალგაზრდას
ოჯახის წევრს სალოცავში. ბავშვს რა მიიყვანდა სალოცავში. მაგრამ ქიზიყში ამას ატარებდა უკვე მღვდელი. ასეთ მღვდელს ერქვა ხუცესი. ქართველებს მღვდელი და ხუცესი ერთეგი გონიათ. არ არის ეს. სამხედრო წესების მცოდნე და რიტუალების მცოდნე მღვდელმსახურს ერქვა ხუცესი და რელიგიური ხოლოდ აი დღეს როგორი მღვდლებიც არიან. ასეთ მღვდელს ერქვა მღვდელი. პერმონაზონი ან თეთრი მღვდელი თქვა. იმაშნაც ესე იყო. მაგრამ ქიზიყელი მღვდელი ხუცობდა კიდეც, ითავსებდა, უჭირდათ არ იყო საშუალება ხა ჯვარსალოცავები ცალკე აეგოთ და თუმცა არის ელიას მთა იქ და ჯვარი ადგას და დაილოცოს იქაურო, მაგრამ ასე იყო რომ მღვდელი ხუცობდა. კურატად დაყენება ერქვა პირდაპირ, აი კურატი მიყავდათ საკლავად, ამას დაკლავდნენ შესაწირად, აცხებდნენ ამ ბავშვს და სალოცავს. ეს ბავშვი ითვლებოდა რაინდად. ხედრად. სანათლავი ქვია ხევსურეთში ასეთ შესაძირს. აი ამ პატარა ბავშვს უკვე პატარა ხანჯალს ჩამოკიდებდნენ და იწყებოდა მისი სამხედრო წვრთნა. ამავეს ნუგრი მჭედლიშვილი უკეთესად მოგიყვებათ. ფოტოშორის ბატონი ნუგრი უნდა ძალიან კარგი იქნება. ძალიან კარგი. აუცილებლად დეტალურად ჩვენ ნასაუბრებ. მე უბრალოდ გავაგრძელებ, რომ აი სხვა კუთხეებს რო არ ეგონოთ რა. მე რაც ვიცი იმას ვამბობ. ყველას შეუძლია მობრძანდეს თავის კუთხეებზე ისაუბროს. მე ვიცი აი ეს რომ საუფლისწულო მამულის სადროშო იყო ქიზიყი და ეს ხალხი არანაირ წარმართები არ იყვნენ. სამხედროობა წარმართობას არ ნიშნავს. ფშავლები და ხევსურები, თუშები, ფხოველები, გუდამაყრელები. ყაზბეგელების დიდი ნაწილი, აი მაგალითად სნოსხეობა. ხო, 12 სოფელი იყო, დღეს მე მგონი ერთ სოფელია დარჩენილი. ესენი იყვნენ ფხოველები რა და შემოდიოდნენ სამეფო ალმისა მპყრობელნი. სამეფო სადროშო იყვნენ პირდაპირ. მეფის ალმისა მპყრობელნი იყო. მეფის გარშემო იყვნენ, მეფის პირადი დაწვერა. აი ხშირად მაგალითად კახეთის მეფეებს გიგაურები იცავდა. ეს ძალიან დიდი გვარია გიგაურები. დიდი მარტო მრავალი კი არა ღმერთმა ამრავლოთ. ეს დამსახურებული გვარია რა. ქართული გვირგვინის წინაშე დიდი ღვაწლი აქვს რა ამგვარ. ლაშარში თავისი სადგომი აქვს. მარტო ბლოში არ ცხოვრობდნენ, ესენი ცხოვრობდნენ წინაფშავში, პირაქეთა ხევსურეთში, პირიქითა ხევსურეთშიც იყვნენ გიგაურები და რა თქმა უნდა ბლოშიც იყვნენ ეს როშკა ქალქვის თავებრო ეს ერთი მიმართულება ულამაზეს ხეობას ხო? ბატონო გიორგი, ჩვენი გადაცემა დასასრულს უახლოვდება და მე ვფიქრობ, რომ ტელემაყურებელს აუცილებლად გაუჩნდება იმის განცდა, რომ უნდა გავაგრძელოთ და მე ვფიქრობ, რომ ჩვენ კიდევ ერთხელ და ჯერ ერთხელ, მაგრამ ეს იმდენად მნიშვნელოვანი თემაა, რომ ადამიანის ცნობიერში რო კარგად დაილექოს, აი ჩვენს ტელემაყურებლის ცნობიერებაში, რომელსაც აი ჩვენ ახლა გვჭირდება ზუსტად აი ამის ცოდნა, იმიტომ რომ ჩვენ თუ ჩვენი ფესვი კარგად არ ვიცით, ვერ შევიგრძნობ და მომავალში კარგად სწორად სვლას ვერ გავაგრძელებთ. ამიტომ ბატონო გიორგი, დღევანდელი გადაცემა აი ჩვენი დასასრულს მიუახლოვდა. ჩვენ აუცილებლად ჩავწერთ მეორე ნაწილს ამ თემას გავაგრძელებთ, განვავრცობთ და უფრო თანამედროვე დროისთვის, იმიტომ რომ აი მან იყო ძალიან ბევრი ნიუანსები, რომ ჩვენ თანამედროვე სისტემასთან მოვიყვანეთ ეს წყობაში. გასაგები რო იყოს და პრინციპში დღევანდელი დღის წყობაც რო აეწყოს ამაზე დაფუძნებით თანამედროვე ეპოქისთვის მისაღებ ტექნოკრატიულ ამ ჩვენს დროში იქნება იდეალური რა, იდეალური და ჩვენი სიტყვა უნდა ვთქვათ მსოფლიოს წინაშე. ესე იყო დიდგანვე, იმიტომ რომ სადაც იყო ცივილიზაცია, იქ იყო ჩვენი ერი ყოველთვის დაწყებული შუმერებიდან და იმის წინ ვოლთ ინფორმაცია არა გვაქვს. არ არის ჯერჯერობით მეტი ინფორმაცია და აი სადაც კი ცივილიზაცია იყო ჩვენი ერი. და აქედან გამომდინარე ეს ცოდნა არ არის პატარა ცოდნა, ეს არის უდიდესი ცოდნა, რომლის გახსენებაც უნდა მოხდეს ახლა ჩვენს ერში.
იქიდან გამომდინარე რომ კარგად დაიგეგმოს მომავალი ჩვენი სულები. უღრმეს მადლობას. ბრძანეთ, რა თქმა უნდა. ჩვენ მხარეზე არის ერთი დიდი უპირატესობა. ჩვენ ვამბობთ სიმართლეს. ეს ასე იყო და ეს ასე არის და სულ ასე იქნება. ეს არასდროს არ შეიცვალა, ეს მოცემულობა არის მარადიული. არსებობს თემები, რომელიც უბრალოდ აი ქართველებს ეს თავისით კი არ დაავიწყდათ. ეს ძალმომრეობით დაავიწყეს. დინასტიის გასახლებით, დინასტიის განადგურებით, ხევისბრების დახვრეტით, იმ მღვდლების დახვრეტით, ვინც ხუცობაში ერკვეოდა, ყველა მღვდელი კი არ დახვრეტეს. აი ეს ესეთი მღვდლები დახვრეტეს. ყველა არისტოკრატი კი არ ამოწყვიტეს. ვინც ამაში ერკვეოდა, ვინც ამაში ჩართული იყო. ვინც აი ხერხემალს შეადგენდა სახელმწიფოებრიობის, აი იმათ შეეხლა, იმაშტეისგან სამეფო ოჯახი ამისთვის გაასახლეს. 90 წელს მიტანებული დარეჯან დედოფალი, რომელზეც რატომღაც ისე ხელაღებით ამბობენ ხოლმე რაღაცეებს, რომ კარგი იყო, გადასარევი, უდიდესი არისტოკრატია. ძალიან ძლიერი ქალბატონი. მე უდიდეს პატივს ვცემ. აი ესე ქალთა სიძლიერეზე, ემანსიპაციაზე, ქალთა უფლებებზე რო არ ლაპარაკ. ჩვენ ყავდა მარტო თამარ მეფე არ ყავდა. დარეჯან დედოფალიც ძალიან ძლიერი ქალი იყო, ძალიან დამსახურებული, დიდი პოლიტიკოსიც, სულიერებაში უაღრესად გარკვეული. აი ესე გიორგი მე-12-ის მეუღლე მარიამი. გმირი ქართველი ქალი. მაგრამ რატომღაც უფრო მარო მაყაშვილზე მეც ლაპარაკობენ, ვიდრე სხვა მარო რა თქმა უნდა დიდი იუნკერი, დიდი თავდადებული ქართველი ქალი იყო, მაგრამ მე გამიხარდებოდა მარიამ დედოფალზე იყოს, დარეჯან დედოფალზე იყოს მეტი საუბარი. არ შეიძლება ქართველები უფრთხოდნენ საკუთარ დინასტიაზე საუბარს და ბაგრატიონებთან დაახლოებაზე კონდეთ ანტაგონიზმი. ეს არის რომ საკუთარ თავს უფრთხოდნენ და საკუთარ თავთან დაახლოებაზე კონდეთ ანტაგონიზმი. არ შეიძლება რომ ქართველები ხოვში არ იყვნენ ნამყოფი, სადაც არის მათი ყველას ფესვები, რომელი კუთხის ქართველიც არ უნდა იყო, წესი, წყობა და აბორიგენობა, ქართველი აბორიგენობა ნიშნავს ფხოველობას. აი ჩოხის წინაპარი არის ტალავარი. აი ყველას წინაპარიც ჩვენი არის ფხოველი. წესწყობის, სამხედროების, კულტურის, აი ეს რაც კი ქართულ სამხედროობას, ქართულ ისტორიოგრაფიას ქმნის და ეს ომების ისტორია. აი ამის ფესვები არის ფხოვში. აი ამ თემაზე მე შემდეგშიც მოვალ და იმის შემდეგშიც მოვალ სასაუბრო. გავაცოცხლოთ ეს, მივაწოდოთ პატივცემულ ტელემაყურებელს ჩვენ ერს იმისთვის რომ ვიყოთ უფრო ძლიერად და ვიაროთ სწორად მომავლისკენ. ეხლა დაგემშვიდობებით. დიდი მადლობა. და ვიტყვი იმ სიტყვებს, რა სიტყვებს და ყოველთვის ვამთავრებ გადაცემას. ეშმაკი ყოფს, ღმერთი აერთიანებს. მომავალ შეხვედრამდე.